ალბათ ყველას გაინტერესებთ ტრaumatologის აზრი იაპონელი მეცნიერების მიგნების შესახებ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოიცვა მთელი სოციალური სამყარო. ეს გულისხმობს სრულიად ბიოლოგიური მეთოდით ახალი კბილის ამოჭრას, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტულ დონეზე მიმდინარეობს და ექსპერიმენტები ტარდება თაგვებზე. მათ მართლაც მიიღეს კბილის მაგვარი სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია როგორც მინანქარი, ასევე დენტინი, ასევე ფესვის მაგვარი წანაზარდი, თუმცა მისი ამ ქსოვილების სტრუქტურა და თვითონ კბილის ფორმა რადიკალურად განსხვავებულია ბუნებრივად ამოჭრილი კბილის ფორმისა და სტრუქტურისაგან. რაც შეეხება ადამიანებში მსგავსი ტიპის ექსპერიმენტი ჯერჯერობით არ ჩატარებულა, რადგან ეს მოითხოვს გაცილებით ხანგრძლივ დაკვირვებას, რათა დადგინდეს ამოჭრილი კბილის ფუნქციური და მორფოლოგიური სტაბილურობა. ეს უფრო შორეული გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა დღევანდელი მონაცემები არ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას და საბაბს, რომ ადამიანებში ბიოლოგიური პროცესით მივიღებთ სრულფასოვან კბილს.